დღეს ვისაუბრებთ ყველასთვის აქტუალურ თემაზე, ეს არის ურთიერთობების ფსიქოლოგია. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ურთიერთობები, რატომ აწყდებით კონფლიქტებს და როგორ მოვაგვაროთ ისინი ამ საკითხზე. დღეს ჩვენთან სტუდიაში სასაუბროთ მომზანდა ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი პროფესორი თეა გოგოტიშვილი. თეა, დილამშვიდობი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მართლაც უმნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, როდესაც ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ეს არის ფაქტიურად როგორც სოციალური არსებებისთვის ფაქტიურად მთელი ჩვენი ცხოვრება. უმთავრესი ყველა ეტაპზე და ეს ურთიერთობები არის ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან და ასე შემდეგ. სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მივახციოთ, მოდ იქნებ განსაზღვროთ საერთოდ ჯანსაღი ურთიერთობები რას ნიშნავს, რას გულისხმობს. მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად მარტივად ვისაუბრო და ლაკონურად ისე რომ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა მოახერხოს პრაქტიკულად გამოყენება იმ საკითხების, რაზედაც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა არის პოზიტიურ ურთიერთზეგავლენაზე ორიენტირებული ურთიერთგათვალისწინებაზე ფოკუსირებული ურთიერთობა. ადამიანებს ხშირად უნებლიეთ ასეთი შთაბეჭდილება აქვთ, რომ მხოლოდ ცალმა მხარემ უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს ის და ქართულ ენაში სულ მხიბლავს ხოლმე ისეთი სიტყვებია, ორი ფუძეა ხოლმე ხშირად სიტყვაში და პირდაპირ გადმოსცემს იმ ფსიქოლოგიურ ჭეშმარიტებას და ესეთი სიტყვა არის გაითვალისწინო. ნახეთ, თვალწინ გქონდეს ის რა გაეხარდება შენი კონტაქტის ობიექტს, ასე ვიტყვი, ხო, კონტაქტის, იმიტომ რომ აი მე როგორც ესე იგი გეშტალტ თერაპიის ბუნებრივად და ძალიან არსებითად მიმდევარი ადამიანი, კონტაქტი არის საფუძველი ჩვენი სამყაროსთან ურთიერთმემართების და ეს იქნება, რა თქმა უნდა, მთავარია ადამიანთა შორის კონტაქტი, ხო, რომელიც ყოველ სიტუაციაში კომუნიკაციას გულისხმობს, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ზუსტად აღნიშნეთ თქვენ, რომ ვართ სოციალური არსებები. ამიტომ გათვალისწინება, ნახეთ ახლა რა ხდება ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ როდესაც ერთმანეთს გავიცნობთ და ვიწყებთ ურთიერთობას და რაც უფრო დიდი ხანი ნაცნობობა გვაქვს, ხომ მეტი ალბათობაა, რომ უკეთ ვიცნობთ, რა გვეხარია, ვიცით რა გვეხარია და რა არ მოგწონს, იმიტომ რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მართლა გემოვნებაზე უმებია გამართული, მაგრამ გემოვნება არის და ვის რა მოსწონს, ვის რა უხარია, ეს იმდენად ინდივიდუალური საკითხია, აი ადამიანი არის ერთი და განუმეორებელი ცოცხალი არსება, რაც არ უნდა სიახლოვე და დედმამისშვილური და ერთ ოჯახში, ერთ გარემოში აღზრდის, ესე იგი წინაპირობა იყოს, ყველა შემთხვევაში აი მონოზიგოტური ტყუპებიც კი ხშირად ვამბობ ამას, რომ რადიკალურად შეიძლება განსხვავებულები იყვნენ. ამას ემატება, რა თქმა უნდა, აი მშობლები ამბობენ ერთნაირად გავზარდე და როგორ არიან ეს განსხვავებული ჩემი შვილები, აქ რიგითობას აქვს მნიშვნელობა. ფსიქოტიპი როგორც თან, ხო, პირველ რიგში აი ის თანდაყოლილი მახასიათებლები ერთის მხრივ, მაგრამ მშობლებს მაინც ეშლებათ, რომ გენეტიკა ხო საერთო აქვთ, მაგრამ სად რომელია აქცენტირებული იმ გენეტიკაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აღზრდის გარემო და რიგითობა, რომელი პირველია, რომელი მეორეა, რომელი მესამეა, ხო, აი ამ სიბლინგებს, რასაც უწოდებთ დედმამის შვილებში, ეს სხვადასხვა მიდგომებით აღზრდას გულისხმობს, მათ შორის მაშინაც, როდესაც მშობლები ამას ვერც კი ამჩნევენ. მოკლედ, ახლა ყველაფერი რო არ დავიყვანოთ მშობლების და ბავშვების ურთიერთობაზე, ვეცდები განვაზოგადო და ვთქვა, რომ კარგია დავუკვირდეთ ერთმანეთს, რა გვიხარია, რა არ მოგწონს, რა გვაღიზიანებს, ხო, არ მომწონს უფრო გამზამთრებული ფორმა არის, რა გვაღიზიანებს, შეიძლება რა გვიქმნის დისკომფორტს და აი ჯანსაღი ურთიერთობა არის, როცა ადამიანები ითვალისწინებენ ერთმანეთს და სანამ რაღაცას იტყვიან ან გააკეთებენ, ითვალისწინებენ, ნიშნავს თვალწინ აქვთ ახლა ამ ადამიანს ეს
გაეხარდება თუ ეწყინება. ფაქტობრივად ეს არის ანგარიშის გაწევა, მეორე ტერმინი, რომელიც სინონიმია იმის, რაც უკვე ვახსენე და ეს თუ კი ორმხრივად ხდება, ესეც ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ თუ კი ეს ორმხრივია და თუ კი ეს არის ორივე მხარის მონდომება, რომ ცალკარში ფეხბურთის თამაშით, რა თქმა უნდა, ბჭყალებში აქ ძალიანაც ფონს ვერ გავდივართ. თუმცა ესეც არის, რომ პირადი მაგალითი გადამდებია ბჭყალებში ვიტყვი ამას და ადამიანები ვთქვათ, კარგად რომ ეპყრობიან, მერე ადრე თუ გვიან მათი სარკისებური ნეირონები ირეკლავენ ამას და თვითონაც რაღაცა უკეთესდებიან და ქართული გამონათქვამი ხარიხართან რომ დააბა, არის ამისი ემპირიული მტკიცებულება. თავარი ის არის, რომ ცალმხრივი ასეთი პოზიტიური დამოკიდებულების შემთხვევაში არ მოხდეს უკვე გადაწვა და ადამიანებს უკვე ზოგჯერ ესე იგი სადამდე შეიძლება და ეს ცნება, საზღვრების ცნება, რომელიც ამოსავალი წერტილია, რომ ქართულშიც გვაქვს ხომ ესეთი გამოთქმა ზღვარგადასული, არაფერი ვარგა. ესე იგი, თუ ყველა საზღვრებს გადააჭარბა იმ მეორე მხარემ და გადაწყვიტა, რომ ახლა ასე კარგად რომ ეპყრობიან და მითვალისწინებენ, ეს ასეც დავიმსახურე და სხვაგვარად არც უნდა იყოსო და თუ საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ სამართლიანობის პრინციპით, როგორც მინიმუმ თვითონაც უნდა ეცადოს რაიმეს მსგავს, მაშინ დიდი ალბათობის ეს ურთიერთობა დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. კიდევ უფრო დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და სადღაც დაესმება წერტილი. მაგრამ თუ ორივე მხარე ასეა, ბერტოლ ბრეხტის კავკასიური ცარცის წრის ამბავში გადაკაჩვის პრინციპით, ხო, თოკის, მაშინ საერთოდ ეს ურთიერთობა ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ ურთიერთობად არის ცნობილი და ხშირად ვამბობ, ცაცა არ ასჯობს, გაცლას ჯობს, თუმცა რაც უფრო დრო გადის, აი ადამიანების ცნობიერება მაღლდება, ხშირად წყვილები იქნება, ოჯახის წევრები გვაკითხავენ სურვილით, რომ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ეს გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთს როგორც ღირებულ ადამიანებს ასე მივიჩნევთ და არ გვინდა რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდეს, დაინგრეს, ვამჩნევთ რომ ვზარალდებით და ვზიანდებით ორივე მხარე და იწყება მცდელობები და მართლა მონდომება არის მთავარი. მერე უცნაურად იხსნება კარები, საით წავიდეთ და რა გავაკეთეთ. ეს უნდა მეკითხა სწორედ, კრიზისი შეიძლება თუ არა განვიხილოთ როგორც შესაძლებლობა, იმიტომ რომ სადაც კრიზისია განვითარება და შეიძლება პირიქით რაღაცა დადებითიც გამოიწვიოს გარკვეულმა კრიზისმა. ცალსახად ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაშიც კრიზისი მიჩნეულია როგორც პოტენციალის ანუ პიროვნული ზრდის და განვითარების რესურსის მქონე მდგომარეობად და აქ ვეხებით ისეთ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას, რომ თვითონ ადამიანი როგორ განიხილავს ამ კრიზისს, ანუ როგორ არის განწყობილი კრიზისის მიმართ. არ მახსოვს, მე მგონი ერთ-ერთ თქვენთან გადაცემაში ვამბობდი, რომ სტრესსაც კი ჩვენი ორგანიზმი იმის მიხედვით უმკლავდება, რა განწყობა გვაქვს და დამოკიდებულება სტრესის მიმართ. აღმოჩნდა, რომ როგორც განვეწყობით საკითხის მიმართ, იმის მიხედვით მოქმედებს ჩვენი ორგანიზმი, როგორც მთლიანობა. და თუ კი ადამიანი მართლა კრიზისს არ უშინდება, აი ესეთი დისპოზიცია აქვს, რომ კრიზისი იმისთვის არის, რომ მე აქედან უნდა ვისწავლო, გავაკეთო დასკვნები, უკეთესი გავხდე, კიდევ უფრო გავძლიერდე, მიყვარს ეს გამონათქვამები, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. სულ ფაქტობრივად ბოლო პერიოდში რაც ასაკი მემატება, ანდაზებით ვიწყებ ლაპარაკს ვამჩნევ. მაგრამ ადვილად გასაგებია ალბათ დამეთანხმებით, როცა ვიხმობ ხოლმე აი ამ საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადადის ხო ეს გამონათქვამები, იმიტომ რომ სიბრძნეა და ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება. ამიტომ რაც არ კლავს გვაძლიერებს, ნიშნავს, თუ კი ჩვენ მოვინდომეთ გაძლიერება, ისე მონდომება, ანუ ადამიანის აი დამოკიდებულება და მიმართება, კი ბატონო, განწყობა ამის მიმართ არის გადამწყვეტი.
ერთი კითხვა მაქვს. აი ტოქსიკურ ურთიერთობაზე ვისაუბრეთ და უბრალოდ ჩენი საუბრეთ და მარტო ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა, როდესაც ერთმანეთთან აი როგორც კავკასიურის მაგალითი მოიყვა. აი კიდე მე ესეთი ჩემი ვერსია მაქვს, რა თქმა უნდა, რომ აი ისიც ტოქსიკურია, აი როდესაც ერთი მხარე არის, თქვათ, მონდომებული და მეორე მომხმარებლური პოზიციიდან უკვე. მაგრამ აი ვერ ხვდებიან ხოლმე ხანდახან და ესეც ტოქსიკურად მიმაჩნია. და მოდი ეს სიტყვა უფრო გასაგები, ასე ვთქვათ, რომ გავხადოთ, ესე იგი ის რაც მავნე არის და ძალიან ესე იგი მომწამვლელია ეს ტოქსიკური ცხვა, ამას გულისხმობს, როცა ადამიანი აი ანთებული, მონდომებული, ცალმხრივად და მეორე მხრიდან იღებს საპირისპირო რეაქციას, აი ეს ფრუსტრაცია, ეგრეთ წოდებული იმედგაცრუებები ძალიან მავნეა. გვაქვს ამის პრევენციისთვის, რომ იმედებს, იმედის ტელევიზიაში ვარ და ვამბობ, რომ შეიქმნი ესეთ სცენარს, როგორც იმედს. ოპტიმიზმი, დიახ, მოლოდინს, ზუსტად რო ვთქვა, თუმცა ოპტიმიზმი და მოლოდინი სხვადასხვა რამ არის, ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ. ანუ იმედი როგორც მოლოდინი, კი ბატონო. მოლოდინები უკვე არის გარკვეული სცენარით, წინასწარ მეტყველური სცენარით, არაცნობიერად, ან ცნობიერად განწყობა და აქ უკვე ჩვენ რისკები გვაქვს, რომ ეს რამდენადაც არ გამართლდება, იმდენად მოვიწამლებით ნიშნავს, ამ შემთხვევაში იმდენად მივიღებთ ჩვენი ორგანიზმისთვის მავნე დარტყმას. ხო, როგორ შეიძლება რომ ავირიდოთ ესეთი სცენარები, როგორც მოლოდინები, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ნამდვილად ტოქსიკურ ურთიერთობაში ესეც არის, რომ ადამიანები გრძნობენ, რომ ეს ურთიერთობა მათ აყენებს ზიანს, მტკივნეულია, მუდმივ გაღიზიანებას, ხშირად აგრესიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ აი ეს მოლოდინები ერთმანეთის მიმართ სულ გაცრუებულია და საუბარი დიალოგი არის აქედან გამოსავალი, იმიტომ რომ ხშირად ეს მოლოდინებზე რო საუბრობთ, ხანდახან არის ხოლმე რომ გონია რომ უსიტყვოდ უნდა მიხვდეს და გონია რომ ეს თავისთავად იგულისხმება და უნდა მიხვდეს და ხშირ შემთხვევაში რაღაცებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე და ამ დროს ადამიანები სულ არ ფიქრობენ იმაზე, რაც ჩვენთვის ესეთია წარმოუდგენელი და გონია რომ ის ასეც უნდა იყოს. აი ეს არის მე მგონი რომ ეს არის მთავარი. რასაც ვინახავდი, ასე ვთქვათ, დესერტად, რომ გაგვეჟღერებინა რა არის აქედან ხსნა, ჯერ ესეთი პრევენცია ამ ტოქსიკურობის და მეორე, ეხლა როცა უკვე გაფუჭებულია ურთიერთობა, ცდაბედის მონახევრიას პრინციპით უნდა ვეცადოთ, შევიდეთ დიალოგში. კაცობრიობამ ნამდვილად უკეთესი ჯერ ვერაფერი აღმოაჩინა, ნებისმიერ დონეზე იქნება ეს სახელმწიფოებრივი დონე, თუ ადამიანთა პიროვნებად შორის ურთიერთობა, დიალოგი არის გადამწყვეტი. ეს დიალოგი, რომელიც მომართული იქნება არა მართალი ხარ მტყუანი ვარ, თუ პირიქით როგორც არის მტყუანი ხარ მართალი ვარ, ანუ პოზიციური აზროვნება ქვია ამას. პოზიციური აზროვნებით წარმართული დიალოგი არა. ერთმანეთის გაგების და ისევ. ხო, პრობლემის დაანახვის, ერთმანეთის გაგების და შემდგომში ამის გათვალისწინების და ანგარიშის გაწევის. ეხლა ვიტყვი, მოდით როგორ შეიძლება ძალიან მარტივი სქემა. მე თვითონ ასე ვთქვა, გავამარტივე, სერიოზული მიდგომები არსებობს ამ მიმართებით და აი თუკი ჩვენ დავისახავთ ესე ორი მხარე ასეთ მიზანს, რომ ვისაუბროთ პირველ პირში. ეს მთავარია. ნახეთ, შენ აი ეს სიტყვები თავდასხმის ზოგჯერ და დადანაშაულების, ანუ ბრალდების, ესე იგი ელფერს იძენს და ჩემი რეკომენდაციაა, რომ დავეჩვიოთ ესეთ ურთიერთობაში დიალოგში, უბრალოდ ასე ვთქვათ, შეტყობინებებს, ხო? რომ ასეთი სიტყვები, ან ასეთი საქციელი, ასეთი ქმედება, ამგვარი, ნახეთ, ვამბობ პიროვნებას კი არ ასე ვთქვათ, ვადანაშაულებ, არამედ გამიჯნული მაქვს მოქმედება და ნახეთ,
ჩემზე ზემოქმედება როგორ მოახდინა ამ მოქმედებამ იქნება ეს სიტყვები თუ საქციელი ხო აი ასეთი სიტყვები ჩემში ასეთ და ასეთ ემოციებს და გრძნობებს იწვევს ასეთი მოქმედება ჩემზე ასე ზეგავლენას ახდენს როცა ჩემს მიმართ ეს ჟღერს ან ასე მეპყრობიან მე ასეთი და ასეთი რეაქცია მაქვს მე გთხოვ რომ თუ შესაძლებელია ეს გაითვალისწინო ანუ ამას უნდა გქონდეს ხოვნის და ესე იგი ურთიერთ გაგების განწყობით გაჟღერებული ფრაზეოლოგია. შენ რა გეწყინა და არა ის მან რა დააშავა, ხო სწორედ. თავისთავად და როცა ვამბობ რომ ეს სიტყვები, ესეთი გამოთქმები, ასეთი ქმედება, ჩემზე ასე მოქმედებს და მე ვსაუბრობ ჩემს ემოციებზე, ჩემს გრძნობებზე, ეს ძალიან შედეგიანია, რეზულტატორია. და იგივე მეორე მხრიდან, რომ მეორე მხარემაც ჩამოაყალიბოს და ეცადოს რომ შეატყობინოს თავის კომუნიკაციის ობიექტს, თავის პარტნიორს, თუ ოჯახის წევრს, თუ მეგობარს, თუ მეზობელს, სულ ერთია კონტაქტის ობიექტს, რა არის, რასაც თხოვს მას და რა არის, რაც მას არ მოსწონს, რა არის, რაც მასზე ნეგატიურად მოქმედებს, რა არის ის კი არა თავის ესე იგი შენ ცუდი ხარ შეტყობინება კი არა რა არის რა მოქმედება არის რაც ჩემზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და როცა ორივე მხარე მონდომებულია და ხშირად იმიტომ არის თუ საკუთარი ძალებით ვერ ხერხდება ეს მიმართავენ პროფესიონალს რომელიც ამ დიალოგის ფასილიტაციას კი ბატონო დარეგულირებას იწევს და ეხმარება ამაში და ეს შედეგის მომტანია და ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული ზოგადად ის რომ დიალოგი ალტერნატივა ამაზე ჩვენ კი არა მე მგონი მართლა საუკუნეებია თანხდება ყველა მაგრამ არის ორი მაგრამ ერთი რაც ნინო მახსენა რომ ვიკავებთ თავს იმიტომ რომ გვაქვს განცდა და პირიქით ბრაზდებით რომ თვითონ როგორ ვერ მიხვდა აი ამაზე როგორ შეიძლება საუბარი თვითონ ვერ მიხვდა და მეორე არის რაც უნდა ვიძახოთ რომ ურთიერთობა არის ორმხრივი და ეს ასია ნამდვილად მიუხედავად ამისა ყოველთვის რაღაცა წყენა იქნება ეს თუ რაღაც არ ვიცი ოჯახური საკითხებისგან ხილვა საწყისი არის ერთი ადამიანისგან ხო ანუ მე მინდა რომ გესაუბრო მე ვარ აი მაგალითად მე ვარ ადამიანი რომელსაც არაფერი არ მიჩერდება პირში ასე ამბობენ ჩემი გარშემოყოფები მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ხარეს ვინ ხვდება აი ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ საუბრობენ იმიტომ რომ ახლა მე რო ვიტყვი ამას თქვენ გაწყენინებთ თქვენ გექნებათ ცუდი რეაქცია მე შევყვებით ჩხუბს და აი როგორ დავიწყოთ სწორად კომუნიკაცია ისე რომ არ გავაღიზიანოთ მეორე ადამიანი კი პირველ ამ ანდაზებს რო წარმარა ვაჟღერებს სხვადასხვა კონტექსტში ადამიანები იმახსოვრებენ აკავშირებენ ხოლმე ამ შინაარსებს და ვიტყვი ამირან გულში მღერო და მთებობანი მითხარი თუ არ მუშაობს ეს ამბავი ეს რაც უფრო ადვილად ანუ რაც უფრო შევახსენებთ საკუთარ თავს ქართული გამოთქმა შეუძახე შენ თავს არის რომ შეახსენო შენ თავს ეს მცდარი შეხედულებაა რომ რახან ვიცი ამიტომ საკუთარ თავისთვის შეხსენება არ მჭირდება უნდა კრიტიკულ მომენტში შევახსენო რომ ახლა ის რომ შენ თვითონ უნდა მიხვედრილიყავი ესეც სცენარები რომელიც გარკვეულ მოლოდინებს ქმნის და ისევ ჩვენივე საზიანო ასე ვთქვათ პირდაპირ რეალობას ქმნის ეს არის სარისკო და ჩხუბი ახსენეთ თქვენ ანუ კონფლიქტის წინაპირობა პირველი უნდა გვესმოდეს რომ ადამიანს გასაგებად უნდა ავუხსნათ და არ ღირს ეს კინკლაობის დროს მოდით ეს მშვიდობიან ასეთ მოწმენდილ ცაზე ვეცადოთ ამის პოზიტიური ფონი რომ არის ამის გაკეთებას ერთის მხრივ მეორე წყენა ახსენეთ ნახეთ წყენა არის გადაყლაპული ბრაზი და თუ ჩვენ ესე იგი ვეცდებით რომ ცხელგულზე კი არ გამოვხატოთ ეს რამაც გაგვაბრაზა და გაგვაღიზიანა არამედ ამ დროს ვისუნთქოთ რელაქსაციის რაღაცა ძალიან მარტივი ტექნიკა ვიცოდეთ რომ დავაპაუზოთ ვისუნთქოთ მოვდუნდეთ და როცა უკვე გაივლის ეს ცხელი ემოციური მდგომარეობა მერე ცივი გონებით ადამიანს აუხსნათ უკვე ამაზე ვისაუბრე და არ გამეორდები თუ ვინმე ახლა შემოგვიერთდა და შეუძლია გადაახვიოს და იქ ნახოს რომ ამ დროს საუბარი არის მე შეტყობინებით მე მესიჯს რასაც უწოდებთ და მესამე პირში მოქმედებაზე აქცენტირებით და არა ადამიანზე თავდასხმის და შენ და შენ ასეთო შენ ისეთო შენი მოქმედება და შენი ნათქვამი და ეს შენ იწევს შემდეგ როგორც თქვენ ახლა ბრძანეთ ჩხუბს
ჭობს. კი ბატონო, რაც შეეხება აი გათვალისწინებას და ანგარიშ გაწევას და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე, რომ რაღაცა თვით ცენზურა ადამიანებს ურთიერთობაში გვიყალიბდება, რომ მე უკვე ვიცი, რომ აი ერთხელ რომ რაღაცაზე მეტყვი რომ არ მოგწონს, მე ვიცი უკვე რომ ეს არ მოგწონს და ვცდილობ რომ ეს აღარ გავაკეთო ჩვენ ურთიერთობაში. არა აქვს მნიშვნელობა მეგობრები იქნებიან, უფროსი და თქვა დაქვემდებარებული თუ ცოლ-ქმარი. მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში ხო არის ხოლმე რაღაც განუხორციელებელი ჩვენი სურვილი. აი ზოგჯერ ცოტა ზედმეტი მოგდის ხოლმე ჩვენ თავთან მიმართებით. მე კი გიწევწრების განმავლობაში შენ ანგარიშდავ თქვა არ ვიცი, არ ვიღებავ წითლად თმას პირობითად, მაგრამ მინდა და მომყვება ეს რომ მინდა და აი ასეთ დროს რა ხდება მე ხო აი რაღაცა შინაგანი აგრესიაც მიჩნდება, წყენაც მიჩნდება, ბრაზიც მიჩნდება, რომ 5 წელი რომ არ შევიღებ, ახლა მე 6 წელს შენ და მითმა. ჯერ ესეთი პირველ რიგში ეს ურთიერთობა საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ საკუთარ მინდებზე უარი ვთქვათ და დავითრგუნოთ პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეორე ადამიანმა იცოდეს, არის ცნება პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ხომ, რაღაც მნიშვნელოვანი და რაღაც უმნიშვნელო რაღაცაზე შეიძლება კომპრომისზე წავიდე და არის საკითხები პრინციპული, რაზედაც ვერ წავალ კომპრომისზე. შეიძლება მართლაც ესე იყო, ერთი პერიოდით მე შევიღებე წითლად, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ მე ძალიან მომწონსო და თქვენი მაგალითი არ მომიყვანია. მე ჩემსას ვაკეთებ, სხვა აკეთებს თავისას. ხო? და შევიღებე რაღაც პერიოდი და მივხვდი, რომ არ მომწონს რა ეს წითელი თმა და ასე ვიცადე, რომ ანუ აი ძალიან მინდა რომ შენ ეხლა რაც მოგწონს ეგრე იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს ჩემი თავი არ მომწონს და ხო არ გინდა ეხლა რომ ჩემი თავის არ მოწონების რეჟიმში ვიცხოვრო და ძალიან მინდა რომ ანგარიში გაგიწევ, მაგრამ მოდი დავიბრუნებ იმას რაფერიც მე მქონდა და მინდა რომ მქონდეს, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანმა იცოდეს და თუ ეხლა იცით როგორი რამეა, ვერ ვაიძულებთ ადამიანი გაჩნდა როგორც თავისუფალი არჩევანის მქონე, თავისუფალი ნების მქონე ცოცხალი არსება და აი მორწმუნეებს გვაქვს ასეთი რამ, რომ აი ღმერთის ხატი ეგ არის ჩვენში, რომ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს. არ ერევა ეს ვაბრალებთ ხოლმე, რომ რატო იმანისკნა არ ქნა, იქ ვაგზავნით ესე იგი უკმაყოფილებებს და სინამდვილეში ჩვენ პასუხისმგებლობის ტოლფას იცნება ჩვენი არჩევანით. ეხლა თუ ვინმეს არ უნდა რაღაცა და მიიჩნევს რომ არა და კიდე თავისი აღზრდის პრინციპებიდან რომ ერთხელ რო გითხარი ეს აქვთ რომ ადამიანებს გონიათ რომ თვითონ როგორც მიეჩვივნენ სხვებმაც ისე უნდა იცხოვრონ და ესეთი რამეა რომ ჩვენ არ მოსულვართ ამ ქვეყანაზე რომ ერთმანეთის მოლოდინები გავამართლოთ. მე ჩემსას ვაკეთებ, შენ აკეთებ შენსას, თუ ჩვენ გადავიკვეთეთ ეს მშვენიერია თუ არა ამას ვერაფერს უშველით და უნდა მივიღოთ ეს და თუ კი მე ასე ვარ რომ ეხლა ერთი ნათქვამი მე თუ მესმის ყველაზე დიდ შეცდომას ხო შორის ვიტყვი თუ გვაქვს დრო რომ ყველაზე დიდ შეცდომას უშვებთ მაშინ როცა მიგვაჩ ჩვენი გადასახეთიდან მოვითხოვთ სხვისგან აი მე რო ერთხელ ნათქვამი მესმის ეს როგორ შენ არ გესმის მე რო შემიძლია ამის გაგება რანაირად არის რომ შენ გიხსნი და არ გესმის იცით რა არის არ არის აუცილებელი რომ მე როგორც ვარ და როგორიც ვარ ვერ იქნება ის მეორე ასეთივე და ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება არის იგივე ჩვენი ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარი და თუ დავინახავთ რომ მე კი ბატონო რაღაცა ისე გამომივიდა და გამიხარდეს რა რომ ესეთი ოჩაღი ვარ რომ ერთი ნათქვამი მესმის მოდი დავინახო რომ ამას არ ესმის ერთი ნათქვამი და მოდი ვეცდები რომ იქნებ 3 და 4 ნათქვამში სხვადასხვა სიტყვებით ავუხსნა და ნუ ახლა თუ არ ესმის სადაც არ გამოდი მართლა სადაც არასჯობს იქ გაცლა ჯობს მაგრამ არ უნდა დავყაროთ ფარხმალი და ეს კაპიტულანტური განწყობები რომელიც ხშირად ასევე არის ის რაც ადამიანს მოდგამს აღზრდიდან რომ როგორ ეგუება ადაპტაციას როგორ ახდენს რომ ერთხელ რამე არ გამოუვა ფარხმას ყრის და ხელებს წევს და თუ ცდილობს და მართლა არის ცდაბედის მონახევრი, ოღონდ ერთი მცდელობა კი არა. მცდელობები და ეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული აზრია, ამას არც ერთ წინადადებას არ ჩემი ასე ვთქვათ, ბრძნული გადასახედიდან არ ვაჟღერებ, ჭყალებში ბრძნული რა თქმა უნდა, არამედ ამას ყველაფერს იკვლევს დალოცვილი ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია და კერძოდ გეშტალტ ფსიქოთერაპია, რომელიც ადამიანის განთლიანებაზეა ორიენტირებული და ამიტომ რაც მეც წავიკითხავთ ამ
თემაზე, რაც მეტ ვიდეოებს მოვისმენთ გეშტალტზე, მით უფრო გაგვიადვილდება ცხოვრება. ეს არის მსოფლხედვა და მე და შენ, როგორც ერთი მთლიანობა, გულისხმობ ამ შემთხვევაში ორი ადამიანის ერთად ყოფნას, მაგრამ ეს არის სტრუქტურირებული მთლიანობა, ორი ნაწილისგან შემდგარი, რომელსაც თავის საზღვრები აქვს და ჩვენ ამ საზღვრებს უნდა ვცეთ პატივი. შენ გამერო მე და შენ. მე და შენ და მე სიმღერა რომელიც მოყვება ამას. ემიკო, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ხო, მართლა ამოუწურავი თემა და ძალიან რთული თემა არის, მაგრამ ნუ იმედი დავიტოვოთ, რომ მაყურებელს მივეცით კონკრეტული რჩევები. ჩვენ რა, თქვენ იმედით ვცოცხლობთ. კი ბატონო. ზაგაუკაფეთ პატარა. კი ბატონო და ყოველს ვუსურვებთ ბედნიერ ხანგრძლივ ჰარმონიულ ურთიერთობას და ნაკლებ ტოქსიკურ ურთიერთობას ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მე მგონი კიდევ უფრო მომრავლდა, მაგრამ აღარ დავამძიმებ საუბრის ბოლოს. კი ბატონო. მეც აღარ მინდოდა თორე ეს სხვა და მირბინეთ პოზიტიურ ნოტაზე.